გამარჯობათ მეგობრებო, არქივმოწერებო, კარგო ხარ. გამარჯობათ. მე და ბატონმა ზურამ გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით ახალციხეში. მე ბატონ ზურას მომეძახი, მე ვარ მამა. მე და მამაჩემ მამაში. სოფელ ახალციხეში ვარ. ახალციხე არის ჯავახეთში, არის კიდე კასპის მუნიციპალიტეტში. აქეთი ციხე არის, ანუ ალბათ შეიძლება ამ ადგილს იმიტომ ქვია ახალციხე ციხე არის. ციხე არის მე-18 საუკუნეში აშენებული. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარა USA თუ ჯორჯია. ყველანაირად. ავიცი. თუ ვინმე ქართული ბიზნესი გადაწყვეტოს მოგვეხმაროს, ძალიან მაგარი იქნება. და კიდევ USA თუ ჯორჯია მაგარი რაღაცა მოხდა. საბერძნეთიდან შეგიძლიათ ნივთების შემოტანა. აი, ბატონ დავითმა საჭირო ინფორმაცია გააჟღერა. ასე რომ სამწუხაროდ მანქანა ეხლა არ აყვავს არც დრონი. როცა ესეთი რაღაცების გადაღება გინდათ, ხო? დრონი საჭიროა. დრონის ხოლმე. არ ვიცი. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, რომ ეხლა ჩემ თავს მე თვითონ ვღებ. ბატონო დავით, ცოტა ახლოვია რომ შენს გამოჩნდე. აუვალ ციხეზე შეგიდან მინდა გაჩვენოთ. ხალხი დარბის ესპანეთებში და იტალიებში და ავირებს არის. რუკაზე ჩანს პატარა საქართველოს. ეს ნაკლებად სრული ციხეა. საქართველოში გვაქვს ბევრი ციხე და ბევრი სალოცავები, ეკლესიები, ისტორია. ეს არის ერთ-ერთი ალბათ დავიწყებული ციხე. გორაკზე დგა, კიდე ერთხელ ვიტყვი მე-18 საუკუნეში აშენებული. სასაფლაოები აქვს რაღაც. არ არის ესე კარგად შენახული ციხე. იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ნებათა ღელვა და ბრძოლები იყო. და ამიტომაც გადაწყვეტეს რომ დაანგრიეს რა. ოსმალეთთან დაწყებული და შეიძლება მე რუსებმაც ძველი ქვები ანუ ქვა ბოლოს ერთილი დაუსვეს. ვაი. თვითონ ასვლა არ არის რთული. არ არის. ბატონი დავითიც რავი. ადვილად ადის. ოღონდ კეტებსაც გააჩნია. ხო, თუ წამოხვალ კუსემიდან ფეხსაცმელს ნუჭაიც. აი, 5 კოშკია. მსგავსი ფეხსაცმელიან ესეთი ხო. 5 კოშკია. ერთი ეს არის დანგრეული. სათოფურია. ხო, 2 სათოფური უჩანს. ეს ციხე იყო სუფთა საბრძოლო ციხე. ნახე რამდენი სასაფლაო. ოდაი მერე გამოუყენებიათ სასაფლაოდ დრონი იყოს კაი იქნება, მაგრამ ხელსავწე დრონი და კაი ცხოვრება. მე და ბატონ დავითს რავი ბევრი დრონებს კი ყიდიან ბევრს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს. აქ კოშკი იყო მგონი რა. არც არავინ არ ყვაჩუქან მოგცან რაღაცა. მგონი კოშკი იყო. არა, 5 კოშკია. მოდი ბატონო დავით. არა, შემრგვალს გავს და მაგ. ხო, აი ესეთი ქვებია, ჯერ მოდი ქვებზე ვილაპარაკოთ. ხო, ანუ ესეთ ქართლში ესეთ გათლილ ქვას საფლავის ქვას. როგორც ვიცი გვერდიდან ისინი აწერიან. ეძახდნენ მატურს, ხო. ზემოდან ჯვარი ქონდა. აი. ეტყობა კიდევაც რომ უკვე ჯვარი და გვერდი წარწერა. არა, რუსები არიან შემოსულები, იმიტომ რომ აი ესეთი ჯვარი. აი ესეთი ჯვარი. უკვე რუსების დროს არის. ძველი სასაფლაოც არის კიდევ ერთხელ მე-18 საუკუნეში აშენებული. აი იქ ეტყობა რომ საბრძოლო ბილიკი კედელს უყვებოდა ესე. აი. გაზდებდა. მონახოთ, ხო, ტყემალი. ტყემალი? ო. მე წამომიღე რამოდენიმე და მოდი მივიდეთ მეტნაკლებად გაძარჩენილი კოშკი რომელიც არის მოდი თავიდან. აი იმ კოშკიდან დავიწყოთ. ძალიან დიდი ხონა მექნება რომ მოდით წავიდეთ. დაათვალიერეთ ჩვენი წინაპრები სად იყვნენ, როგორ იყვნენ და ასე შემდეგ. ვაჰეს ნახ. თორე ისე არ მოგვიდეს მამისული აუძაღდათ პაპისულთან ლოცულობ. აი ეს გადაჭრილია თუ გადატეხილია ბატონო დავით. ეხლა ვართ უშუალოდ ციხე კოშკში. ლუდის ისინი როგდია. საბრძოლოდ იყენებდნენ, მაგრამ ალბათ შემოსევების დროს ეხლა უკვე პატარა კოშკში ვართ, მოდი აბა
აიცა მოდი. გადავიხედოთ აქ რა ხდება. ანუ თავდაცისთვის თვითონ ეს ციხე აშენებულია ძალიან ისეთ ადგილზე რა. გორაკზე აშენებული რა. ყემალი მომიტანე. კაი, ხوار დაიღალე. რა დამღლეს? გადაიხადა მომისმენ ესეთ ადგილზე ფრთხილად იყავ, შეიძლება კედელი ჩამოიშალოს. ვიცი. და ჩუმად. ფეხზე თუ დაგეცა ფეხი კიდე ჯანდაბას, მაგრამ რა აკაურობას კიდე ეგუნდა? რომ ჩამოიშალოს. ფრთხილად იყავი აი კედელია სულ დარღვეული ესე. გაყოლებაზე ეტყობა კედელი მიდიოდა, მე იმ ჯვართან უხვევდა და ასე შემდეგ. მოდი მივიდეთ. მეორე კოშკში. მეტნაკლებად კარგად გადარჩენილ კოშკთან. აი ესე. ბატონ და ჩახვალ კოშკში? კი, რავი. უხშენი. ხილად. რა მითხილად ხვები ყრია. დავინახე. გადადიება შეგნიჩადი. ცა. რაღაც თოკია. კედლებში ბუხრებიც არის ჩატანებული, ამიტომ ალბათ აქ როცა დიდი ხანი ხალხი ჩერდებოდა ეს დიდი ქვა შემორჩენილია, შესასვლელი დანარჩენი ჩაქცეულია. როცა შევალ. ჩადი. ჩავალ. აი ესეთი რაღაცა გარშემო სულ სათოფურები აქ ანუ ანახე სამხედრო თვალსაზრისით აი ხაც სათოფურებია ქვემოთ. არა, ქვემოთ არ იქნება აბა ის მრგვალები რა. ეგ რაღაცი შესანახებია, ან კიდე იატაკი იყო მაღაზი გაკეთებული. ეს სათოფურია. ხო და აი მაგას ვიძახი რომ ორ სართულიანი ჩანს, ან სართულიანი. მერე ზემოთ არის ჩამონგრეული. ჩამოდი შეც. შიგ ჩამოვარ, მაგრამ არა სათოფურებიდან გაახედე კამერა მეტი. ამა კაი, გაიწე. ვახტობი. აი სათოფური პირდაპირ იყურება, აქეთაც კიდე სათოფურია. ეს ბუხარი ხო არა? არა. აი ესეთი რაღაცაა. აი მეებში რა ის, აი ეს. აი ისინი რო არის, აი მაგებში რა ეს რა ხავდა. ეგ რაღაცებისთვის იყენებდნენ, ხალხი თუ შიგა ცხოვრობდა. ხო. აი ეს მაგალითად ბუხარია. ეს კი. ჩამოქცეულია. ანუ ციხე-სიმაგრე არის მიტოვებული. ღვთისანაბარა და მარტო ებრძვის ამ. ეს თუთა? ამ დაუნდობელ დროს ხო თუთა და თუთა საერთოდ ანგრევს ნებისმიერ შენობას. ბატონო დავით ეს გამომართვი. თხილად ჩართულია. აი ესეთი. გადმომაწოდე კამერა. მოდივარ მეც. მინდა რომ რა ვიცი ზოგი საქართველოში არა ხართ. ზოგი უბრალოდ საშუალებაც არა გაქვთ რომ ესე იმოგზაუროთ. სადღაც ისე მიუვალი ადგილი არ არის, მაგრამ რა ვიცი. მიუვალი ტურისტულიზმებზე არ არის გათვლილი და ალბათ აქ არავინ არ მოგიყვანთ რა. ტურისტული არა ახლა რა. აი ეს კოშკი მთლიანად ჩამოქცეულია. სამწუხაროდ ბატონი ვანო არ გვახალავს. შენახულ კოშკში შევიდეთ. აი ეს არის საბრძოლო ბილიკი. აი ეს მიუყვებოდა ესე მიუყვებოდა. აქაც ეხლა სასაფლაო კია შეიძლება ადრე უფრო ღრმა ადგილი იყო და მიწეთ არის ეხლა აქაურობა ამოვსებული. ანუ საბრძოლო ციხესიმაგრე არის. აქ თუ მოხვალთ. გადაქცეული იმათ რა ქვია. აქ სასაფლაოს ფეხი არ დაადგათ. ხო, საფლავის ქოს ფეხი არ დაადგათ. აი მოვედით კიდე ერთ კოშკთან. მეტნაკლებად შემონახული. ვანდალები ახაც ყოფილან, აი თავიანთი სახელები დაუჯღაბნიათ თან საღებავით. აი შემოვედი თვითონ კოშკში. ვანდალები მოსულან. თან ისეთი დიდი ვინმე მოხსნა. სერიოზული ვანდალები არიან, რომ საღებავით არიან ჩამოსულები. აქაც თუთის ხედგა, რომელიც კოშკს ანგრევს. და სპეციალურად რგავენ? არა, სპეციალურად არ არის, არ ვიცი რატოა, მაგრამ რაღაც ძონძებს აკიდებენ, ეს წარმართული ის არის, ნატრის ხეს ეძახიან აგერაც. ჯადოები და რაღაც ძონძებია ჩამოკიდებული ზეთ. ვიღაცას აი ეს არის ბუხარი. ეს არის ბუხარი, შეხედეთ. აი ზემოთ. მგონი ის ჩავიდე ჯიბეში რა ქვია. რა ჩავიდე? ყემალი და გაგეწელდა ჯიბეში. ანუ ბუხარია,
გაბოლილია ზემოთ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ შიგს არ ოცავნა გაეკეთებინა. ჯვრის ნარჩენები მოუტანია დამტრეული ჯვარი. თუ მე ვიღაცას ხო. აქ ხატები არ მოზიდოთ. ხო, საბრძოლო კოშკია რა. კი, გვესმის, ქრისტიანები ვართ, მაგრამ ბევრი ეკლესიები გვაქვს, შეგვიძლია ეკლესიაში, მაგრამ ბატონ დავით, იქ რო სასაფლაოა, შეიძლება თანაც მოფარებულია სამშვილის ანთება შეიძლება რაღაცა, მაგრამ იქ ნახე რა მხელელოდია. ო, აი ზემოთ, ხო? და კიდე რა უნდა მერახა? საბრძოლო თასას ნახეთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11. ანუ ეს ხო სიგზეში იქნება თვითონ კოშკის იქნება 1 2 3 მეტრი. ზემოთაც იქნება. ანუ წარმოიდგინეთ რომ დიამეტრში 3 მეტრი შეიძლება ზემოთაც შეიძლება კი რა საბრძოლო ბილიკი ჩანს აი მაგის თავზე და მე ის კოშკი ჩამოქცეულია. ანუ კიდე უფრო დიდი ბევრი სათოფურები ქონდა. ხო, ის სათოფურები აღარა ჩანს, მაგრამ რა უნდა მეთქვა რომ როცა ესეთ პატარა ადგილზე ამდენი სათოფურებია, სამხედრო თვალსაზრისით მე თვითონ სამხედრო ვარ, აი ეგ ტიპები რო იდგნენ ძალიან დიდი ინტენსივობით იყო ყველა მხარეს დულა გაშვერილი და ისროდნენ. აი ღმერთმა ის ხალხი აღარ არიან, მაგრამ ჩვენ ხო დავრჩით. და მოვიდეთ ხოლმე რაღაცნაირად ან დავაფასოთ ის ხალხი მოვიგონოთ, ეხლა ეს მოგონება, იცოთ ესეთი რაღაცები გვაქვს, მე აი ესეთი სიხშირით. ძალიან ბევრი სათოფურები პირადად არც ერთ კოშკში არ მინახია. აი ეს არის სათოფურები და გასვას ვიდეო რო გადავიდეთ. ადასტურებს კიდე რომ ხალხი აქ პურსათა ჭამდა და დიდი ხანი ჩერდებოდნენ. სამსართულიან ეკლესიაში რო ვიყავ. ის არის კონში. აი ეს, აი აქ რაღაცა არის გამოწეული. ანუ შეიძლება ამის ზემოთ ის იყო კიდე ელიოტაკი იყო დაღებული რომ აქ დამდგარი კაცი ზემოთ აქ საბრძოლო ბილიკია რომ აი ამაზე რომ დადგები აი აქ ზემოთ უკვე თოფით მიწვდები რაღაცას რომ გაიხედო. ქვევრიც არის დატოვებული. მოკლედ მეგობრებო. ეს ქვევრის ნარჩენებია ეს. ხო, ქვევრი ერგო როგორც ეთყობა დიდ და მე დამტრევი. აქ ეს ანთლებიც არის აქ იმდე. არა ეზარაც და ხო არა, გონიათ რომ ეკლესია ხავს, მაგრამ არ არის. თმის საკრავები და რაღაც. საბრძოლო კოშკია. ნუ ღვთის მადლით კიდევ კაია რომ აქ ბოთლები არ აყრია და რაღაცეები და რაღაც პატივისცემა იზრდება. კაი იქნება რომ აი ამ საქმეს აი სახელმწიფო როგორ ვთქვა რა. ხო, სახელმწიფო ხალხმა ცოტა მიხედოს რა. ძეგლის დაცვამ ან რაღაცამ არ არის ბევრი ესეთი ციხეები. თბილისთან არც შორს არის, მოდით, ნახეთ, დაათვალიერეთ, შეიგრძენით ეს სუნი და ის გარემო, რაც აქ არის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს აქაურება, ხო. იქით უკვე რკონის ხეობა შედის, აი იქით. აი ზემოთ მთებია და ამ მთების აი იქით მთები რო ჩანს, იმის იქით უკვე ბატონო და კლდეკარში რო ვიყავით, აი კლდეკარის ენ მიმოვალი გზა. შორს ყოფილ ვართ. ხო. მოკლედ, ესეთი რამე ჯერ მე და ბატონ დავით ოპერატის გარეშე. არ გაგვიღიეს, არ გადაგვიღია სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ ოპერატორი არ აყოლდა, მაგრამ არა უშავს. ეხლა ჩვენ ახლა ეგ ჩვენ ვერ შევაჩერებს. ხო. ეს ვერ შეგოჩორებს, როგორც ბატონი დავით იძახის. ეხლა რავი, მე თუ დრონი გვეყოლა, დრონითაც გადავიღებთ ხოლმე, ცოტა ვერიდებოით ესეთი ადგილების გადაღებას. იმიტომ რომ დრონით უფრო სრულფასოვანი გამოდის, მაგრამ სად არის დრონი და კაი ცხოვრება. როგორც იყვიან, სადამდეც გაგწდება საბანი, იქამდე დაიფარევა. ვიცი რომ ჩვენზე მაგარ ტიპები მოვლენ, დრონიანი ტიპები მოვლენ, უფრო განათლებული ტიპები მოვლენ, უფრო გულანთებულები და მე აი ესე ციხესიმაგრეებს მე უკვე თავისით გადაიღებენ. ამით გამოგევშდით ბატონებო, ქალბატონებო, მოვბრძანდით, შორი არ არის თბილისთან, გონით 60 კილომეტრია მეტი არა. თუ თბილისელები ხართ, ქუთაისთან ცოტა შორია. თუ აქაურები ხართ? სოფელი არის აგერ, თვითონ ეს სოფელი არის. ახალქალაქი, აი იქამდე მოვა მანქანა რა. ჯიპი და რამე არ გინდათ. მე უბრალოდ სპორტული ფეხსაცმელი, მაღალყენიანი ბათინკები ჯობია, იმიტომ რომ რავი, გველი არ იყოს რაღაცა. აი ტაიგერები. უშნო ბალახებია, ხო. ეს კიდე კეტებით აყავს ამოყვანილი. არა, ეს კეტები ამით გამოგემშვიდობებით. კარგად ზანებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე.